ეთერში აპურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ქართული ოცნების დამფუძნებელთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე პრემიერი საკუთარ პოზიციას გამოხატავს და ამბობს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია. ირაკლი ყობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მიზანმიმართული თავდასხმების მიუხედავად, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ქვეყანაში 14 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტი. თემაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები, შოთა ფალავანდიშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში გისმენთ. მმართველი გუნდის ლიდერები იზიარებენ პრემიერ-მინისტრის განცხადების პათოსს და კიდევ ერთხელ განმარტავენ თუ რა სახის როლი და ასე ვთქვათ ფუნქცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მათ შორის მმართველი გუნდისთვის, რათა რჩევების სახით მიიღონ მათ ბიძინა ივანიშვილისგან გამოცდილებიდან გამომდინარე დაგროვებული ასე ვთქვათ კონკრეტული საკითხები, რაც ქვეყნის მართვის პროცესში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება მმართველ ქართული ოცნების წევრებმა და ლიდერებმა დღეს გაიხსენეს ის პოლიტიკური გზა, რომელიც მმართველი გუნდის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ 2012 წლიდან დღემდე განვლო, გაიხსენეს ის ზეწოლა და ასე ვთქვათ არაერთი შეტევა მისსა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, თუმცა მიუხედავად ამისა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ყველა ეტაპზე პოლიტიკური ცხოვრების პირველ რიგში იდგა სახელმწიფოს ინტერესები, სწორედ ამან შეძლო მმართველი გუნდის წევრების თქმით შეენარჩუნებინა ქვეყანას მშვიდობა და გაგრძელებულიყო განვითარება, მათ შორის დემოკრატიული განვითარება, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ გააჩნდა. 2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირ შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, პირდაპირ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე. ბიძინა ივანიშვილის როლი არის განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჯერ დავიწყოთ 2012 წლის 1 ოქტომბერი, თქვენ იცით რომ ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც გააკეთა განაცხადი, სრულიად საქართველოს გაერთიანდა ამ ადამიანის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ისისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და დროთა განმავლობაში ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, ეს იყო ძალა, რომელიც იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით, მათი უშუალო დავალებებით, დიდი ზეწოლა, რომელიც დღესაც გრძელდება და ხედავთ თქვენ რა ტიპის განცხადებები კეთდება სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, როგორია შემოტევა და ხალხმა დღეს უკვე ისიც ძალიან კარგად იცის, რომ რატო აქვს ამ ხელა ინტერესი, ხო, რა დგას ამის უკან, ხო, რა მოწოდებები იყო, რას გვეუბნებოდნენ კაბინეტებში, ეს ყველაფერი ცხადია და საზოგადოებამ იცის ეს ყველაფერი. შესაბამისად, ამით ის თქვა მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი არის განსაკუთრებული იმაში, რომ დღეს ჩვენ მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. განსხვავებულია მმართველი გუნდის ოპონენტების პოზიცია ოპოზიციაში, ამბობენ რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ასე ვთქვათ დამფუძნებელი მიუხედავად იმისა, რა როლი მიუძღვის მას მმართველი გუნდის ფორმირებაში არ უნდა იყოს რაიმე სახით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუნდაც რჩევის სახით ჩართული მმართველი გუნდის წევრების თქმით მსგავსი დამოკიდებულება აბსურდული და სპეკულაციურია, რადგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური გზით კიდევ ერთხელ დაამტკიცა და აჩვენა მაგალითი, როგორ შეიძლება იყოს უპირველესი სახელმწიფოს ინტერესები და როგორ შეიძლება იღწოდეს პოლიტიკოსი სახელმწიფო ინტერესებისა და მშვიდობისათვის. მმართველი გუნდის ლიდერების განმარტებით ეს დამტკიცდა არაერთ ეტაპზე მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ასე ვთქვათ გამოჩენილი მუქარებისა თუ ზეწოლისა, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებების ცვლილებასთან ერთად წნეხის სახით ძლიერდებოდა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საქართველოში არის კონსტიტუციური დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა, ყველას ხელისუფლების შტოს საკუთარი ფუნქცია და უნარი აქვს, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი რჩევა მმართველი გუნდის წევრებისთვის არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, მათ შორის ქვეყნის სწორი განვითარების თვალსაზრისით და მშვიდობის შენარჩუნების კუთხით, რომელმაც ქვეყანას მისცა შანსი და გზა იმისა, რომ გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება. Tāpēc arī šo sapatio თავმჯდომარეობა შეიძლება თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ნიშნავს, მაგრამ საპატიო თავმჯდომარე არის სიმბოლური
სიმბოლური თანამდებობა. და თქვენ სად გაგიგიათ რომელ ქვეყანაში და საპატიო თავმჯდომარის კონდეს უფლება ექსკლუზიურად კანონით მინიჭებული, რომ წარადგინოს პრემიერ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ნათლად ხედავს იმ როლს და იმ ასე ვთქვათ ფუნქციას, რომელიც მას აქვს და მეცაც გეტყვით, რომ ეს როლი, ეს ფუნქცია, რომელიც მეტად საპასუხისმგებლო არის, მან ეს პასუხისმგებლობა თვითონ აიღო ქვეყნის და ხალხის წინაშე და როგორი სარისკო იყო მის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა თავის დროზე, როდესაც მან განაცხადა პოლიტიკაში მოსვლაზე, ეს იყო ფიზიკური განადგურების რისკის თვალსაზრისით. ადამიანებს უბრალოდ ამ ქვეყანაში ანადგურებდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი ამ უბედურებაში იყო, როდესაც ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ამ ქვეყანას შველა სჭირდებოდა და ის დადგებოდა წინ ქართულ ხალხთან ერთად და მან თავისი ოჯახის და პირადად მისი ასე ვთქვათ რისკის ფასად გადაწყვიტა, რომ ქვეყანას გვერდში დასდგომოდა. ოპონენტების დაუსაბუთებელი ბრალდებების საპასუხოდ დღეს მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალური ბრიფინგი გამართა და კიდევ ერთხელ განმარტა რა როლი და ფუნქცია აკისრია მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიმოიხილა მთელი 14 წლიანი პოლიტიკური პერიპეტიები და თქვა ისიც, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამოცდილებამ და სწორმა რჩევებმა მისცა შესაძლებლობა მმართველ გუნდს მიეღო სწორი გადაწყვეტილებები, რამაც ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა და შეუნარჩუნა ეკონომიკური განვითარების ყველა შანსი. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი გვერდთვებოდა შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ირაკლი ყობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა ქართული ოცნების დამფუძნებლის როლზე. პრემიერმა აქცენტი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე და განცხადა, რომ ის პოლიტიკაში დამკვიდრებული ნეგატიური ტენდენციების საპირისპირო მაგალითია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარე აქტორები და მათი ადგილობრივი მოკავშირეები მოქმედებენ. ქვეყნის გარემტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო გამტკიცდა ისევ და ისევ იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების გამტკიცება. ამ ფონზე ქვეყნის გარემტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელია. სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორია დღეს ერთი მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში. პირველ რიგში აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართული ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში.
ამავდროულად მე როგორც თავრობის მეთაური და მართულ პარტიაში მეორე პირი ხშირად სარგებლობ მის რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. Ის რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარესქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა. ბატონ ბიძინაევანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ის უნდა აღენიშნოს, რომ ბიძინაევანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივსცემს, შესაბამისად გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მშრალობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მშრალობისას ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინაევანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურება. კიდევ ერთი გარემოება, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ბატონ ბიძინაევანიშვილის ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინაევანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია. მისი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხრილი. პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთეს სახლში მიაქვთ. ბიძინაევანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ყველას კარგად მოიხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო მის მიმართ ამოქმედდა ჯერ de facto, ხოლო შემდეგ de iure სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა ვერც ერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თანსდევს ბიძინაევანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის მართვა გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც საფუძველი 2012 წელს ბიძინაევანიშვილმა ჩაუყარა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მტრული ძალების მიზანი ქვეყნის მართვისა და ვების ხელში ჩაგდება და 2012 წლამდე არსებულ პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნებაა. ბიძინაევანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. მათ აქვს დაუკვირვებელი სურვილი ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინაევანიშვილმა შეცვალა. ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, გრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოუტანა. არანაკლებ ძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინაევანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ამას უკავშირდება. მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა: დემოკრატია და არჩევნების უფლება. დასასრულს კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მithქვამს. ის, რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14 წლიან უწყოთ მშვიდობას. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები. ადამიანზე ზრუნა სახელმწიფოს მთავარი სახელმწიფო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკას სწრაფი ტემპით იზრდება პირველ რიგში არის სწორედ ბატონი ბიძინაევანიშვილის დამსახურება. შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინაევანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და გამტკიცებაში ბიძინაევანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკონძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია, წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ისიც ფაქტია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად პოლიტიკურ პროცესშიც ჩართულია. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება სწორედ ამოცემულობით წარსდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე, თანაც ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ბუნებრივია ამ მრჩევლის უმრავლესობა მხარი ამ კონფიგურაციას დაუჭირა, წერს ირაკლი კირცხალია. ამ ფონზე თურმე ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის გროსტმაისტერს უწოდებს, ადასტურებს მის ჩართულობას შიდა პარტიულ დისკუსიებში, ხას უსვამს მის განსაკუთრებულ ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს და ლიდერშიპთან შეხვედრების დროს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ის ძირითად შემთხვევებში საუკეთესო გზებს პოულობს, რადიკალებისა და მათი გარეპატრონებისთვის ეგრეთ წოდებული ერთმართველობა ყოფილა. ამავდროულად არ არსებობს ფაქტი, რომ ქართული ოცნების გუნდის იმ წევრები რომელიმეს ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია, მან საკუთარი აზრი მოახვია თავს, ან რამის გაკეთება დაავალდებულა. ნიშანდობლივია, რომ ამაზე ვერც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თავის დროზე იყვნენ პოლიტიკური გუნდის წევრები და დღეს არათუ პარტია დატოვეს, არამედ ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძვიან. თუმცა იმასაც არავინ უარყოფს, რომ მისი გამოცდილებიდან, პირადი თვისებებიდან და უნარებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს გამოთქვამს და მისი ლიდერობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის. გამოდის, რომ ქართული ოცნების ადგილობრივი თუ გარემო წინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ადგილობრივი რადიკალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის გარე ინტერესებისთვის დაქვემდებარების მუდმივი მცდელობის მიუხედავად, ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს. პრობლემების გადაწყვეტისთვის კი საუკეთესო გზებს ოპერატიულად პოულობს, რაც შიდა აგენტურას და მათ გარე პატრონებს დასახულ მიზნებს უფრო და უფრო აშორებს. სწორედ ეს არის მათი გაბრაზების, ათასნაირი კონსპირაციების, უსაფუძვლო ბრალდებებისა და არარსებული რეალობის შეთხზვის საფუძველი, რაც ყველასთვის ნათელია. მათთვის სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს აბსურდში დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევთ. ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა ჯო ვილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს, თერთ სახლს ავალდებულებს 180 დღეში დადოს ანგარიში კავკასიის რეგიონში რუსეთის და ჩინეთის სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის საუბარია საქართველოსაც. ჯო ვილსონი ჩინეთის გავლენებს საფრთხედ მიიჩნევს მაშინ, როცა მისივე პარტიის ლიდერი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი კარგი მეგობარია. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დოკუმენტი ახლა სენატში გადაინაცვლებს, სადაც კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ამ თემაზე დილიდან ანუკა ბუავა მუშაობს, ის ახლა კურიერს უერთდება, გისმენთ ანუკა. ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რომ ჩინეთთან როგორც გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშესთან მთელი მსოფლიო ცდილობს დაახლოებას. მათ შორის თავად ჯო ვილსონის პარტიის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს მეგობარს უწოდებს და დონალდ ტრამპმა სი ძინპინს პირადად უთხრა ისიც, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს სწორედ მისი მეგობარი. თუმცა დონალდ ტრამპი არ არის ერთადერთი, ვინც ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებასა თუ თანამშრომლობაზე საუბრობს. აქ არიან სხვა ლიდერებიც, მათ შორის ჯამში 23 ქვეყნის ლიდერი თუ მაღალი რანგის სტუმარი ეწვია მხოლოდ მიმდინარე წელს ჩინეთს, მათ შორის იყვნენ მაგალითად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ურსულა ფონ დერ ლაიანი, კაია კალასი, ანტონიო კოშტა ჩამონათვალი საკმაოდ დიდი არის, თუმცა ამ ფონზე ერთი ამერიკელი კონგრესმენი ირწმუნება და წარადგინა მან ჯო ვილსონმა სწორედ წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი, რომ ჩინეთი ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ შორის საქართველოზე და ზოგადად კავკასიის რეგიონზე. ჯო ვილსონის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ არ არის თავად ჯო ვილსონი სერიოზული ფიგურა და შესაბამისად მისი ეს განცხადებებიც არასერიოზულია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის წარმომადგენლები, ლიდერები საუბრობენ უკვე ღიად სწორედ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებასა თუ დაახლოებაზე.
ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ხვალ, ზეგ, მაზეგ, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის სანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა. რაც შეეხება ხა ჯო უილსონს, მე მგონი ამაზე არ უნდა შევჭერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით, თუნდაც პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებსაც თუ შევხედავთ და მისი ადმინისტრაციის, რომ პირიქით საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან გაათქონ ურთიერთობა, კიდევ უფრო მეგობრული გახადოს, პირდაპირ ჩინეთის პრეზიდენტს მეგობარს უწოდებს და ცხადია, თუ შევხედავთ ასევე ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, სხვადასხვა თანამდებობის პირებს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთთან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენც გამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის პირველ რიგში იქნება მნიშვნელოვანი. რატომ არის ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობა პრობლემა მაშინ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მთელი მსოფლიო ესაუბრება, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ და სწორედ ორმაგი სტანდარტის შედეგია ის, თუ რა დამოკიდებულებას აფიქსირებენ კონკრეტული ლიდერები თუ სახელმწიფოების წარმომადგენლები საქართველოსთან მიმართებით და მათ შორის კონკრეტული კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც მუდმივად საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა თუ სხვადასხვა თავდასხმას ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მისამართით. მართლ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ ეს არის მორიგი ლობისტური თანამშრომლობის შედეგი ჯო უილსონის მიერ ინიცირებული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში და შესაბამისად ამბობენ იმასაც, რომ მისი განცხადებები არაფერს ნიშნავს იმ ფონზე, როდესაც თავად დონალდ ტრამპი ცდილობს სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაახლოებას. ოპოზიციაში კი ირწმუნებიან იმას, რომ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ლიდერები იმყოფებოდნენ მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოში მაინც განსხვავებული მოცემულობა. საქართველოს და მის გამოწვევებს ადარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან და დიპლომატიურ სიტყვას გაცვლიან ერთმანეთში. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოთა შორის არ არსებობს სტრატეგიულ ინტერესთა სახესხვაობა. ისინი არიან კონკურენტები საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენთვის ის კი არა მნიშვნელოვანი ის ძალები, რაც როგორ უყურებენ. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყანას საჭიროება. საზოგადოება, ვინც უყურებს ამერიკა ჩინეთის ურთიერთობებს, ჩინეთ-ევროკავშირის სახელმწიფოების ურთიერთობებს, მათ პოლიტიკურ მიჯნურობას და ჩახუტებას, სტრატეგიულ პარტნიორობებს, ახალ სავაჭრო თუ სატარიფო შეთანხმებებს და სხვადასხვა სფეროებში ახალ შეთანხმებებს, შეიძლება რა თქმა უნდა გაუჩნდეს კითხვა, რატო არის ეს ორმაგი სტანდარტი, რატო არის ასეთი დამოკიდებულება და ეს იქნება სრულიად ბუნებრივი ლეგიტიმური კითხვა. მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს რა არის мотиваცია ამ ადამიანების. მიმდინარეობს ძალიან გრძნობიარეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის, აღდგენის, სტრატეგიული პარტნიორობისკენ სწრაფვის და მაგრამ ამის ფონზე არიან საქართველოშიც და ამერიკაშიც ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ამ პროცესის მაქსიმალურად დაზიანებას, შეფერხებას და მოწამვლას აი ამ კონსტრუქციული გარემოს. საქართველოს საზოგადოება ნახავს ფარას რეესში ალბათ კიდევ ერთ ლობისტურ შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, რომ თუ კი ვინმე რამეს ყიდის, ეს არის ამ ადამიანის ხმა და საკანონმდებლო კონგრესის საკანონმდებლო ძალაუფლება აი ამ მიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანების მცდელობა ჯო უილსონის მხრიდან არაერთხელ გვინახავს, მათ შორის მის მიერ ინიცირებული სხვადასხვა დოკუმენტით თუ განცხადებით, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით კეთდებოდა. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, როგორც აღნიშნეთ, წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტი უკვე მიიღო, ახლა ეს კანონპროექტი გადაიგზავნება სენატში, სადაც უკვე კენჭისყრა გაიმართება. მისი ავტორი ჯო უილსონთან ერთად დემოკრატი სტივ კოენია. მადლობა, ანუკა ბუავა იყო კურიერის ეთერში. ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის განცხადებით. უილსონის გზავნილებს სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში აღიქვამენ იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს გააღრმავოს ურთიერთობები ჩინეთთან. უილსონმა საქართველოს შესახებ განცხადებები შეერთებული შტატების არომადგენელთა პალატის ხდომაზე გააკეთა, სადაც კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი მიიღეს. საქართველოს შეერთებული შტატების მამაცი დიდი ხნის
ქვეყნის მოკავშირეა და მისი მოსახლეობა აბსოლუტურად უჭერს მხარს დასავლეთთან მტკიცე ურთიერთობას. კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციები გამოაშკარავდეს. შეერთებული შტატები მკაცრად განიხილავს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების მთავარი მიმღები. ჯო ვილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და არ ვიცი მე მგონი არავინ აღიქოს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში. ის წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას და თქვენ იცით რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს გააღრმავოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ჰქონდა ცოტა ხნის წინ ვიზიტი ჩინეთში, თქვენს აღნიშნეთ რომ მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს. ამ ფონზე, როდესაც გამოდის რაღაც ჯო ვილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია, ეს მე მგონი რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ ემსახურებს. საქართველოს ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ ურთიერთობა გადადის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში. საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთობლივი განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჩინეთის ელჩმა. დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის თავი აღინიშნება. ამ განსაკუთრებულ დღეს ორივე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურებმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთს საქართველოს ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება. ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და მომავლის სტრატეგიული არჩევანი. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნდობის მაღალ დონეს, რომელიც ეფუძნება საერთო გრძელვადიან ინტერესებს, ისევე როგორც ჩვენს მტკიცე ვალდებულებას ვაზიარებდეთ შესაძლებლობებს, უპასუხობდეთ გამოწვევებს და ერთობლივად ვაშენებდეთ ნათელ მომავალს. გასული 34 წლის განმავლობაში ჩინეთი და საქართველო თანმიმდევრულად იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური ნდობა, გააფართოვა პრაქტიკული თანამშრომლობა და განამტკიცა ხალხთა შორისი კავშირები. საქართველო არის პირველი ქვეყანა ევრაზიის რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან და ის ასევე არის სარტყელი და გზის ინიციატივის ერთ-ერთი ადრეული პარტნიორი. 2023 წელს ჩინეთმა და საქართველომ გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რამაც ორმხრივი ურთიერთობები დააჩქარა. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით მხარეებმა მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოდერნიზების ოქმს, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ინვესტიციებს. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა კვლავ იზრდება და გასულ წელს 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-იანი ზრდა არის. ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით 2024 წელს ამოქმედდა ჩინეთ-საქართველოს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება, რამაც გამოიწვია ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობები ეფუძნება თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს სურვილი ყველა კარგ პარტნიორთან გააღრმავოს, განავითაროს და განავრცოს თანამშრომლობა და შესაბამისად დღევანდელი დღე ამიტომაც არის გამორჩეული და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარე მერდროულად მიიღო, დღეს არსებულ საქართველოს-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას წევს უფრო გაცილებით მაღალ დონეზე. ერთობლივად მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს-ჩინეთის თანამშრომლობა ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის დონემდე აწეულიყო, რაც რა თქმა უნდა თავის მხრივ ხაზს უსმევს საქართველოს და ჩინეთის მეგობრობას და თანამშრომლობას და რა თქმა უნდა ასევე გვაძლევს უფრო ფართო შესაძლებლობებს თანამშრომლობის იმ მიმართულებით, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საინტერესოა, ეს რა თქმა უნდა უფრო მეტ კარგ შედეგების მომტანი არის და უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ორივე ქვეყანას. ჩინეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლის თავთან დაკავშირებით ერთმანეთს მისალოცის შეტყობინებები გაუგზავნეს. ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით სი ძინპინმა აღნიშნა, რომ 2023 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ პოლიტიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა, პრაგმატული თანამშრომლობა გაძლიერდა და მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი გახდა. მიხეილ ყაველაშვილი ჩინელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს და ჩინეთმა დიდი ხნის მეგობრობა დაამყარეს და ორმხრივმა ურთიერთობებმა ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
საქართველოს ჩინეთის ურთიერთობების ახალ ეტაპზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ყობახიძის განცხადებით შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა, გულისხმობს ყოვლის მომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას. 3 წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორხრივი ურთიერთობებისთვის, ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის ორხრივად იცით რომ ვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირ ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს უკვე რაც უზრუნველყოფს მეტმობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და ასევე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ბუნებრივია ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. ოპოზიციური ალიანსი დაიშალა. ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლოგოს მალე ამოიღებენ. თავად ნაციონალურ მოძრაობაში დაშლაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. მანამდე ფედერალისტების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა. ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებული პარტიები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი ალიანსის წესებს არ აღიარებს, რის გამოც მასთან შეთანხმება შეუძლებელია. გუშინ სააკაშვილმა ოპოზიცია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააკრიტიკა, ისაუბრა ლუზერის ფსიქოლოგიაზე და კოლეგებს ბრძოლის სტრატეგია დაუწუნა. ნანა გოგატაძე გვეტყვის, რა ხდება ოპოზიციურ სპექტრში, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ ნანა. რამდენიმე თვიანი მწვავე დაპირისპირება ოპოზიციის ეგრეთ წოდებულ გაერთიანებასა და ალიანს შორის ლოგიკური დასასრულით დასრულდა. ოპოზიციური გაერთიანება დაიშალა, ცხრიანი რვიანად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალური მოძრაობის წევრების გაერთიანებას თავად სააკაშვილის გუნდის წევრები გამოაკლდნენ და ამის შესახებ საზოგადოებას თამარ ჩერგოლეიშვილმა ამცნობა ფედერალისტების ლიდერმა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირების ავანგარდში იდგა და სწორედ ის გამოირჩეოდა ხისტი და მკაცრი განცხადებებით და ასევე ბრალდებებით სწორედ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მიმართ. თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიუხედავად ამ განცხადებებისა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ალიანსში შემავალი პარტიები ღიად აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავად არ ემორჩილება წევრებს და ემიჯნება ამ ყველაფერს, თავად სააკაშვილის გუნდის წევრები არ აღიარებენ ალიანსიდან გასვლას თამარ ჩერგოლეიშვილს ფოკუსის გასწორებისკენ და პოლიტიკური წარსულის გადახედვისკენ მოუწოდებენ. ნაცების ლოგოს მალე ამოვიღებთ, ახლა ხარჯის გაწევა გვესარება. და ყველას მოუწოდებთ, მათ შორის ოპოზიციურ სუბიექტებს, ალიანსის წევრებს, რომ ამ ბრძოლის მიღმა ნუ დაიწყოვებენ. თავს ვინაიდან ეს ცარიერი ლაილაი არის ლუზერობის ფორმულა. ჩვენ გვჭირდება რეალური ერთიანობა და წინააღმდეგობა. რჩებით თუ არა ალიანსში? ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, ვიქნებით ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლას არ აქვს ჩარჩორი. კარგად ნაცნობი სცენარი ისევ მეორდება მართველი გუნდისთვის. ქართული ოცნების წარმომადგენლები უახლეს წარსულს იხსენებენ და იმას, თუ რამდენჯერ სცადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თუნდაც 2012 წლის შემდგომ გაერთიანება, თუმცა ეს მცდელობა ამაო იყო, ვინაიდან ყველა პოლიტიკური ფილმის ფინალი იყო ერთი და იმავე. მართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი არის ერთადერთი ის, რომ საქართველოში არ არის ძლიერი ოპოზიცია და ის, რომ ამ გაერთიანებაში შემავალი პარტიების მთავარი მიზანი არის არა ხალხის კეთილდღეობა, არამედ მათი პირადი პოლიტიკური ეგოების დაკმაყოფილება. ორ თვეში ერთხელ რაღაც ახალ-ახალი სახელებით, ახალ-ახალი ლოგოებით, ახალ-ახალი თარიღებით და ახალ-ახალი გეგმებით და ამბიციებით წარსდგებიან ხოლმე საზოგადოების წინაშე. დასაწყისი არის განსხვავებული, დასასრული როგორც წესი არის ხოლმე ერთნაირი, დიდი გეგმებით და საბოლოო ჯამში დაშლით. ეს არის ყველაფერი. ალბათ იგივე ეს ერთი და იგივე სცენარია, როგორც კიდევ ერთხელ სახელებით შეიძლება შეიცვალოს, ლოგოები შეიცვალოს. ამ ფილმის დასასრული საზოგადოებისთვის არის ნათელი და ლოგიკურიც არის. არც თამა გაერთიანებას არ აერთიანებს საზოგადოების ინტერესები. აერთიანებს საკუთარი პოლიტიკური ეგო და ეს ეგოისტური ინტერესები ძალაუფლების ხელში ჩაგდების, პარტიული ძალაუფლების თუ სახელმწიფო ძალაუფლების და აი ამის გარშემო მიდის ხოლმე ბრძოლები. ნებისმიერი ასეთი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის აქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა
რადიკალურ ოპოზიციას, რაღაც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა. ეს არის სისუსტის გამოვლინება, ხო? ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და შესაბამისად ეს თავს ავლენს როგორც ასე ვთქვათ დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის შემდგომი გამტკიცებისთვის. ასე უნდა გაგრძელდეს პროცესები. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში რა თქმა უნდა არ არის. შესაბამისად მნიშვნელოვანია ეს პროცესები გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქამდე გრძელდება. სამი თვის წინ გაერთიანდნენ ორ თვე ნახევრის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, საბოლოოდ კი ყოფილი და მოქმედი ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ დაიშალნენ. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული 7 პირი, რომელთაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა თავისუფალია. დაკავებულების ხდომათა დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდნენ. დღესვე დანაშაული აღიარა 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ 8 პირმა. საქმის პროკურორის განცხადებით დაკავებულებმა აღიარებასთან ერთად დანაშაული მოინანიეს, რის გამოც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. საქმის ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას 21-მა უკვე მიმართა აღიარებით და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. ნათია მღევრიშვილი იმყოფება საქალაქო სასამართლოში, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნათია, დეტალებს ველოდებით შენგან. დიახ, მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ ხდომათა დარბაზი დატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა 8 პირმა. მათ მცირე კომენტარი გააკეთეს ჟურნალისტებთან კითხვაზე თუ რატომ მიიღეს საპროცესო შეთანხმების გადაწყვეტილება. ნაწილი მათგანი პასუხობს, რომ მათთვის მთავარია თავისუფლება. შეგახსენებთ, რომ ეს ის პირები არიან, რომლებმაც აღიარეს წარდგენილი ბრალი და ბრალდების მხარის თქმით მოინანიეს ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ისაუბრა საპროცესო შეთანხმების პირობებზე, იმ პირობებზე, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ. თავისუფლება არის ყველაზე მაგარი ღირებული, ყველაზე მაღალი ღირებული და ყველაფრად ღირს შემოგარგებო. ბიჭებო, დიდი მადლობა რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ. დიდი მადლობა სულ ყველას, ბადრაკსაც, სულ ყველას დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ბრალს და შესაბამისად გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების საფუძველზე. აბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს, მოგმართეს დებით და როგორც მათ დაუპირდით, ჩვენ შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ისინიც რომნიქეთ დამნაშავეთ წარდგენილ ბრალდებაში და ყველა მათგანს, 8 მათგანს განისურვათ თავისუფლების საკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაითვალათ პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. თუ კი კიდევ ვინმე სურს რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული გულწრფელად მოინანიოს და მოგმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა აქვს, სანამ განაჩენი გამოცხადდება. 4 ოქტომბრის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ხელში ჩაგდების, ბლოკირების, მცდელობის და ჯგუფური დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია სულ 64 პირი. აქედან როგორც ცნობილია 22-მა საპროცესო შეთანხმებას მოაწერა ხელი, 8 დღეს სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ერთი ეპიზოდი გამოიყო 8 პირის საქმე, რომლებსაც მოწერილი აქვთ ხელი საპროცესო შეთანხმებას. დღეს 7-ს ჰქონდა მოწერილი, დღეს 1-მა განაცხადა თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოეწეროს. რაც შეეხება პირობებს, 3 წლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს ეს საპროცესო შეთანხმება. მადლობა ნათია მღევრიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. ხდომაზე დაიკითხა პროკურატურის 2 მოწმე, მანდატურის თანამშრომლები. ახალაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოწმეები იყვნენ სასამართლოს მანდატურები, ისევ და ისევ ამ სასამართლო სისტემის თანამშრომლები. ისინი მათი ჩვენებები მინდა გაჩვენოთ, რომელიც გამოძიებას მისცეს. აბსოლუტურად იდენტურია. აი ერთ-ერთში. გამოდა სასამართლოს ხდომა და ბრალდების მხარემ დაკითხა 2 მოწმე, ესენი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები, რომლებიც ესწრებოდნენ იმ კონკრეტულ პროცესს, როდესაც ბაჩო ახალაიამ განახორციელა მოწოდება, რასაც ბრალდების მხარემ მას ედავება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდება. აღნიშნული პირები საუბრობდნენ ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ რა შეესწრნენ, რა გაიგონეს. მათ შორის ეს არის დაცვის
მხარეს ინტერპრეტაცია, რომ ზუსტად ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, ფრაზა ახსოვდათ, თუმცა ერთი მათგანი საუბრობდა გარკვეული სახის ინფორმაციაზე, რაზეც ისაუბრა ბაჩანახალაია, მეორე მათგანით საუბრობდა გარკვეული სახის ინფორმაციაზე, კონკრეტულად ის ფრაზა, სადაც მოწოდებას ედავება ბრალდების მხარე და სადაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოწოდება განხორციელდა, მათ შორის თავისი სიტყვებით მოწმეებმა ახსენეს, რომ ეს ფრაზაც ნამდვილად ახსოვდათ. ლევან ხაბაიშვილი კი რუსთავის პენტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის გამოძიებელმა დაძარალებულის სტატუსით გამოკითხა. გამოძიების ინფორმაციით 2024 წლის 30 აპრილს აქციის მიმდინარეობისას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა ორმა თანამშრომელმა ხაბაიშვილზე ფიზიკურად იძალდა. საქმეზე ბრალდებულებს აქვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ლევან ხაბაიშვილი არ ენდობა გამოძიებას. ლევან ხაბაიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დააკავონ ის ადამიანები, ვინც აქამდეც უკვე ლევან ხაბაიშვილის ნასაუბრები აქვს. როგორც მოგეხსენებათ, იდენტიფიცირებული ამ ეტაპზე ორი პირი, რომლებიც ბრალდებული სახით მიცემული არიან სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში ლევან ხაბაიშვილზე ძალადობასთან დაკავშირებით. ლევან ხაბაიშვილის პროკურატურის გამოძიებელი შევხვდი როგორც დაზარალებულ პირს, მისი გამოკითხვის მიზნით. კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას, რა სახის კომუნიკაცია იყო, დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ევთო სომხეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების ზეწოლის დაშინების ან კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ფონზე ჩატარდა. ევთოს შეფასებით წინასაარჩევნო კამპანია იყო კონფრონტაციული, თანსდევდა რიტორიკა, რომელიც თესავდა დაყოფას. დოკუმენტში წერია, რომ რამდენიმე საარჩევნო ღონისძიების დროს ნიკოლ ფაშინიანმა შეურაცხყოფელი და პროვოკაციული ენა გამოიყენა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული სომეხილ ტოლულების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საჯაროდ ემუქრებოდა ოპოზიციის კანდიდატებს გამოძიებით, ნათქვამია დოკუმენტში. ევთო დადებითად აბასებს თავად კენჭისყრის ორგანიზებულებას უბნებზე. საჯარო მოხელეების მმართველი პარტიის ღონისძიებებზე იძულებით დასწრებამ და მთავრობის ახალმა სოციალურ-ეკონომიკურმა პროგრამებმა წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაძაბა რამდენიმე ცნობილი ოპოზიციური და რელიგიური ფიგურის, მათ შორის პარტია ძლიერი სომხეთის ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულმა სისხლის სამართლებრივმა დევნამ და წინასწარმა პატიმრობამ. ხელისუფლების განცხადებით, ეს საქმეები კორუფციის პრევენციისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ემსახურებოდა, თუმცა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ეს პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამან საზოგადოებაში შიშის ატმოსფერო შექმნა. რამდენიმე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეურაცხყოფელი ენა გამოიყენა, მთავრობის მეთაური საჯაროდ დაემუქრა ოპოზიციონერ კანდიდატებს სისხლის სამართლებრივი დევნითა და მათი კომპანიების ნაციონალიზაციით. ნიკოლ ფაშინიანი არჩევნებს მუდმივად უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავდა და აცხადებდა, რომ ოპოზიციის გამარჯვება ომს გამოიწვევდა. სომხეთის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების შეფასებებზე კითხვა დაუსვეს დღეს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედება ევროპული ბიუროკრატიის სტილია, რაც შეეხება სომხეთს. მისი თქმით, ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველოს-სომხეთის ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. მე არ მინდა შევიდე ამ საკითხში, რა თქმა უნდა, ეს არის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქცია, ისინი აფასებენ არჩევნებს, ეს არის მათი საქმე და მათი და კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობის საქმე. შესაბამისად, მე საერთოდ არ შევალ ამ საკითხებში, ზოგადად აქ სომხეთში არ ვსაუბრობ, თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები ევროპული ბიუროკრატიისთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება სომხეთს, მე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ ნიკოლ პაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველოს-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და მე ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება. მე მქონდა მყისიერად ზარი ბატონ ნიკოლ პაშინიანთან, მიულოცე მას არჩევნებში გამარჯვება და რა თქმა უნდა გამოთქვი იმედი და სურვილი, რომ მომდენო 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენი ორხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირადად პრემიერ ნიკოლ პაშინიანის როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისათვის. ყურებთ კურიერ 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ვიზა ლიბერალიზაციის თემის ხელახლა წამოწევა ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა, ასე აფასებენ მმართველ გუნდში 11 ივნის დაგეგმილ შეხვედრას. განცხადებები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა, სადაც ითქვა, რომ არავის მისცემენ უფლებას უვიზო მიმოსვლა ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟისა და მუქარის იარაღად გამოიყენოს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, ოპოზიცია კი ამ საკითხით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას გარე ძალების დავალებით ცდილობს.
გრძელდება პოლიტიკური ჟონგლიორობა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით. ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ ჩათვალა რატომღაც რომ ამ თემაზე დადონ ფსონი თავიანთ უცხოურ მფარველებთან ერთად სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი არ იცვლება არაფერზე. გამოჩნდება ბრიუსელი გულწრფელად არის დაინტერესებული რომ ამ საკითხების სიღრმეებში ჩავიდეს თუ უნდა რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე კიდევ რამდენიმე ტექნიკური სპექტაკლი მოაწყოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით რომ განსხვავებით სამწუხაროდ განსხვავებით ჩვენი რადიკალური ოპოზიციისგან რომელიც ამ თემებით ჟონგლიორობს აი ეს პოლიტიზებული საკითხი გადმოვიტანოთ კონსტრუქციულ და საქმიანი განხილვის სფეროში. საინტერესოა ამ ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაო შეხვედრა რატომ გადაიქცა ცხარე პოლიტიკური დებატების საგნად. პასუხი მარტივია, გადაიქცა იმიტომ, რომ ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლისათვის, რათა ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალებს მიეცეთ დღის წესრიგი. ევრობიუროკრატები გარკვეული გლობალური ძალების საერთაშორისო ზეწოლის განხორციელების მიზნით სხვადასხვა დოკუმენტებში დაჟინებით იმეორებენ ერთი და იგივეს. პირველი ეს არის გამჭვირვალობის კანონი და მეორე ეს არის LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი. ეს კანონები უშლით ხელს, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მათ თავიანთი ზრახვების შესრულება საქართველოში. მე არ ვფიქრობ, რომ აამოქმედებენ ამ იარაღს, ანუ გააოქმებენ თავისუფალ სავიზო მიმოსვლა საქართველოსთან მიმართებაში. არ გააოქმებენ კიდევ ერთი მიზეზის გამო, რომ ისევ მუდმივად შეინარჩუნონ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა იცვლება. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებისთანავე მოსმენის პროცედურაც დამთავრდება. აღარ გაიმართება რეგლამენტით გათვალისწინებული დებატები და სიტყვით გამოსვლები. რეგლამენტში შესატანი ცვლილებების სესიაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, რომელიც როგორც იცით, იმართება საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს, და როგორც წესი გრძელდება დაახლოებით 1 საათი მთლიანი პროცედურა, რომ შესაძლებელი იყოს მოხსენების შემდეგ სხვა საკითხების განხილვაც და პარლამენტმა საკუთარი დღის წესრიგით გააგრძელოს. და მეორე საკითხი, რომ დღევანდელი რეგულაციით პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ გათვალისწინებული არის ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლა და ეს გამოსვლებიც არ იყოს, არამედ დასრულდეს პრეზიდენტის მოხსენებით თავად ეს პროცედურა. რატომ არის ეს შემოთავაზება? პირველი, ზოგადად პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, ყველაზე ცნობილი ალბათ მაინც არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა. არც ერთ ქვეყანაში არ არის ამის შემდეგ კითხვა-პასუხი, მათ შორის საქართველოს და სხვა ჩვენს ეს ხშირად იყო ხოლმე ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტის მოხსენება იყო, რომ კითხვები როდის იქნება და რა კითხვები იქნება, იმიტომ რაღაც თითქოს მოლოდინია, რომ უნდა გაიმართოს დებატი და სიმონაში არა და სპეციალურადაც და განზრახ არის ასე, რომ არსად არ არის ეს, იმიტომ რომ პრეზიდენტი, რომელიც არ მონაწილეობს ყოველგვარ მართვაში, ის მათ შორის ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკურ დებატსაც უნდა იყოს მოცილებული იმისთვის, რომ მისი მხარეთ არ იყოს წარმოჩენილი. გამჭვირვალობის რეიტინგით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 4 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 26 სახელმწიფოს. გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებასა და ფასდება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიც არის გამჭვირვალობა, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის ფინანსები. გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება არის ის ორი მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ყველა მთავრობის მუშაობა. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პირველ რიგში ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, რომელიც არ ქვეყნდებოდა და იყო სამწუხარო პრაქტიკა. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი, ყველა განკარგულება დადგენილება არის ღია, საჯარო და ეს მათ შორის მნიშვნელოვანი არის კორუფციული რისკების დაზღვევის მიმართულებითაც. თუ კი ვინმეს რაიმე შენიშვნა ექნება ან მოსაზრება კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ყველაფერი არის ღია და საჯარო, შეუძლიათ მოგმართონ ფაქტობრივად, სრულად ვაზღვევთ იმ კორუფციულ რისკებს, რომელიც იმ სამწუხარო პრაქტიკებს, რომელიც აქამდე არსებობდა და ვაძლევთ მათ შორის ბიზნესს ყველანაირ საშუალებას, რომ კონკურენტულ გარემოში მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში.
წინასწარი მონაცემებით საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის პირველ კვარტალში 271 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47,7%-ით მეტია. ზრდა განპირობებულია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის, სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის მატებით. გამოდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ, თქვენ იცით, რომ ძალიან მსხვილი ინვესტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს პირდაპირ აისახება საბოლოო ჯამში ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. რა თქმა უნდა მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და რა თქმა უნდა უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. გეოპოლიტიკური შოკების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, რაც საქართველოში არის, იმ უსაფრთხო გარემოზე, რაც ინვესტორებს აძლევს რწმუნებას, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. აქვე აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სააქციო კაპიტალის კომპონენტში. ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების მაჩვენებლები მომავალ თვეებშიც და წლებშიც გაიზრდება, რაც ქვეყანაში ქმნის ერთის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში ხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ბაჟებს-შაულას მესამე კვარტალში სკვერის და სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები დედაქალაქის მიერმა დაათვალიერა. სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე ფეხბურთის და კლადბურთის მოედნებს. სკვერის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოწყობა გარეგანათება და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება აღნიშნულ უბანს, ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია, უამრავი ოჯახი ცხოვრობს და მათ ეკნებათ ადგილი, სადაც შეძლებენ ვარჯიშს, დასვენებას. პროექტის პარკლებში სრულად რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხბურთო, საკლადბურთო მოედანს, ირგვლივ არსებული მწვანე სივრცე მთლიანად მოწესრიგებული იქნება. მოსახლეობა ყოველთვის გთხოვს, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს, რეკრეაციული ზონები. ფართობით არის შედარებით მასშტაბური, 5000 კვადრატმეტრზე ეწყობა ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა. მიმდინარეობს 5000 კვადრატმეტრზე ორი სპორტული მოედნის და სკვერის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის პარკლებში მოეწყობა საბავშვო სივრცეები, სატრანსპორტო სივრცეები. დაახლოებით სექტემბრის თვეში დასრულდება აღნიშნული პროექტი და ღირებული 1,200,000 ლარია. აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება გაიმართა. ტრენინგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. სიმულაციურ სცენარში სახანძრო ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მონაწილეობდნენ. მათ დავალება იყო ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების შესახებ სწავლება უკვე ტრადიციულად მესამე წელია უტარდებათ. სწავლების მიზანია თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება სახანძრო, საგანგებო და სხვა სიტუაციებში სწორად მოქცევის შესახებ. სწავლებაში, სიმულაციურ სწავლებაში გამოყენებული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 3 ერთეული, სახანძრო ტექნიკა და საპატრულო ეკიპაჟები. გიუმი ქანაძის ხელმძღვანელობით სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უცხოელ სტუდენტების ჩარიცხვის წესს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა. განიხილეს განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები. გაიმართა საკმაოდ ფართე დისკუსია იმისთვის, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო ამ საკითხიდან გამომდინარე ის ვალდებულებები, რომელიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს განესაზღვრება უცხოელ სტუდენტებთან მიმართებაში და ის რეგულაციები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გარკვეულ რეგულაციებს ექვემდებარებოდნენ, როდესაც ისინი საქართველოში იმყოფებიან. ბევრი სტუდენტი სარგებლობს სასწავლო ვიზით იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღოს ცხოვრების უფლება და შესაბამისად ეს ძალიან ხშირად არის მათ მიერ ბოროტად გამოყენებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულება და მოვალეობაა, რომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქვეყანა ესეთი ადამიანებისგან მაქსიმალურად დაიცვას. დღის სხვა ინფორმაციას გაიცან ჩვენ ვებგვერდზე ruslaviori.gr-დან დასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობათ 6-მდე დღევით.